სიზმარი ის განზომილებაა, სადაც ჩვენს არაცნობიერს ცენზორი არ ყავს და გაცილებით რეალიზებული და თავისუფალია ვიდრე რეალურ ცხოვრებაში. მიუხედავად იმისა, რომ სიზმრის სამყაროზე უკვე ბევრი რამ არის ცნობილი, დღემდე მაინც კვლევისაგანს წარმოადგენს. ის გავრცელებული აზრი, რომ ვიღაც ადამიანები არ ხედავენ სიზმარს, არ არის სიმართლესთან კავშირში, იმიტომ რომ ყველა ვხედავთ სიზმარს ფსიქიატრიული პაციენტების გარდა. სხვა თემა რამდენად გვახსოვს გაღვიძების მერე ნახეთ თუ არა სიზმარი. 90% თურმე გაღვიძების მერე უბრალოდ აღარ გვახსოვს და იმ დარჩენილი 10%-დანაც პირველი 5 წუთის მანძილზეც 50% გვავიწყდება. ფსიქოლოგებზე დაყრდნობით სიზმრის რამდენიმე ტიპი არსებობს. კომპენსატორული სიზმრები. ეს ის სიზმრებია, რომელიც გვაქვს და ვაკეთებთ იმას, რასაც რეალურ ცხოვრებაში ვერ ვახორციელებთ. ასეთი სიზმრის ფუნქციაა დააბალანსოს ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა, მისცეს გასაქანი დაუკმაყოფილებელ სურვილებს, აზრებსა და ემოციებს. შემოქმედებითი სიზმრები. როგორც წესი, ასეთ სიზმრებს ხშირად ის ადამიანები ნახულობენ, ვისაც უშუალო კავშირი აქვს ხელოვნებასთან. ამ ტიპის სიზმრებში მათი ცნობიერი ახალი იდეებისა და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია. ჩვენთვის ფსიქოლოგებისთვის სიზმრის თემა ძალიან აქტუალური თემაა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიზმრები, რომელიც ხშირად მეორდება. განმეორებადი სიზმრები. იმ შემთხვევაში თუ სიზმარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში მეორდება, იმის მანიშნებელია, რომ რაღაც პრობლემა გადაუჭრელი რჩება. არაცნობიერი ყოველჯერზე გვაძლევს ნიშანს, რომ რაღაც დაუმთავრებელია. გადაუჭრელი სიტუაცია აუცილებელია გაცნობიერდეს, რაც სიზმარში სიმბოლოების სახით თუ პირდაპირ გზით გვეძლევა. განმეორებადი სიზმრები პრობლემის გადაჭრის შედეგად ქრება. სიზმრები არის სხვადასხვანაირი, მაგრამ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ის კი არა აქვს რაღაცა რა ვნახე რეალურად შინაარსი. უფრო მნიშვნელოვანია ის შეგრძნება, რომელიც ადამიანს დარჩა გაღვიძების შედეგად ამ სიზმრიდან. სიტუაციური სიზმრები. ეს სიზმრები უმეტეს შემთხვევაში მოგონებაა, უკვე მომხდარის თავიდან განცდა. ეს შეიძლება იყოს საათის ციკციკი, ხმაური, კარის გაღების ხმა. სიზმარის სერიალი. ამ დროს გვესიზმრება სიზმრები, რომლებსაც აქვს გაგრძელება. ის უნდა განვიხილოთ როგორც ერთი დიდი სიზმარი, ერთი დიდი ფილმი, რომელსაც აქვს დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული. ამ შემთხვევაში საჭიროა მოხდეს ამ ფილმის კომპლექსური ანალიზი, რომ გაცნობიერდეს რა კონკრეტულ პრობლემას უკავშირდება სიზმარი. სიზმრები რაღაც კოშმარებს და არასასიამოვნოა ესეთი გვამები, სისხლი, კოშმარი ძალიან ხშირად კავშირშია დათრგუნულ აგრესიასთან, ანუ რაღაც ისეთ ნეგატივთან, აგრესიულ ემოციასთან, რომელიც ადამიანმა ვერ შესძლო, რომ გამოეთქვა, გამოეხატა და შეიძლება აი ესეთი ფორმით მერე მოგვევლინოს. ფიზიოლოგიური სიზმარი. ასეთი სიზმრების შინაარსს გარემო პირობები განაპირობებს. მაგალითად, სიცივის შეგრძნება შეუძლია სიზმარში თოვლი გააჩინოს. საწოლიდან ჩამოვარდნამ შეიძლება მაღლიდან ჩამოვარდნის შეგრძნება გამოიწვიოს. ასევე ეროტიული სიზმრები. როდესაც სექსუალური ქცევა შეკავებულია, ამ დროს სიზმარში სექსუალური აქტის ცხადად შეგრძნება ხდება. გამაფრთხილებელი სიზმრები. ეს სიზმრები დაფუძნებულია ამა თუ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომლის შეხსენებასაც ჩვენი არაცნობიერი ცდილობს სიზმრის სახით. მაგალითად, იცით რომ გასკურა უკვე დიდი ხანია გასსუშებს, მაგრამ გავიწყდება, არ აქცევ ყურადღებას. ამ დროს სიზმარში ხდება ის, რომ გაზით იწამლები. რჩება ესეთი, რომ პრაგმატულად რა ვნახე, ვინ ვნახე, ჩამოწერე ფურცელზე და ეს ძალიან საინტერესო ინფორმაციას პირველ რიგში აი ამ ემოციიდან გამოგიყვან და უფრო რაციონალურად შეგახედებთ. კარნახია ჩვენთვის ძალიან დიდი დახმარებაა, რომ დავეკონტაქტოთ ადამიანის არაცნობიერს. მოპოვებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ტვინი მაშინაც მუშაობს, როცა ჩვენ გვძინავს. სიზმრების სახით ჩვენს რეალურ პრობლემებს ვხედავთ და ის გვეხმარება უფრო უკეთ შევიცნოთ საკუთარი თავი.